საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნეტი. გაკვეთილის თემაა მარტივი და შედგენილი რიცხვები, რიცხვის გამყოფი და რიცხვის ჯერადი. მათემატიკასთან ურთიერთობა თქვენ ნატურალური რიცხვების გაცნობით დაიწყეთ. ნატურალურ რიცხვთა სიმრავლეს n დიდი 100 აღნიშნავდით ხოლმე. ის შედგება უსასრულო რაოდენობის ელემენტებისგან. ნატურალურ რიცხვთა სიმრავლე უსასრულო სიმრავლეა. ერთი გახლავთ უმცირესი ნატურალური რიცხვი. n რიცხვის გამყოფი ეწოდება ისეთ რიცხვს, რომელზეც n-ი უნაშთოდ იყოფა. აი, მოვიყვანოთ მაგალითები. 1-ის გამყოფები. 1-ს აქვს ერთადერთი გამყოფი, ერთიანი. 2-ის გამყოფებია 1 და 2. 3-ის გამყოფებია 1 და 3. 4-ის გამყოფებია 1, 2 და 4. 4-ს 3 გამყოფი აქვს. 5-ის გამყოფებია 1 და 5. 6-ს აქვს 1, 2, 3 და 6. 4 გამყოფი და ასე შემდეგ. თუ რიცხვს აქვს ზუსტად 2 გამყოფი, ნახეთ ასეთია 2-იანი, 3-იანი, 5-იანი. ასეთ რიცხვს მარტივი რიცხვი ეწოდება. 2, 3, 5 და ასე შემდეგ მარტივი რიცხვებია. თუ რიცხვს აქვს 2-ზე მეტი გამყოფი, მას შედგენილი ქვია. ნახეთ, 4-იანს შედგენილი რიცხვი ეწოდება, იმიტომ რომ მას 2-ზე მეტი გამყოფი აქვს. 6-იანიც შედგენილია. ერთიანი არც მარტივი რიცხვის პირობას აკმაყოფილებს და არც შედგენილისას. ამიტომ იტყვიან ერთიანი არც შედგენილია და არც მარტივიო. მარტივი რიცხვები გახლავთ 2, 3, 5, თქვენ შეძლებთ გაგრძელებას 7, 11 და ასე შემდეგ. დაუკვირდით 2-იანის გარდა ყველა მარტივი რიცხვი კენტია. იმიტომ რომ 2-ზე მეტი რიცხვი ყოველთვის შეიცავს გამყოფად 2-იანს და ის მარტივი ვეღარ იქნება. 2-იანი გახლავთ ერთადერთი მარტივი ლუწი რიცხვი. ამიტომ თუ ჩვენ გვეტყვიან რომ 2 მარტივი რიცხვის ჯამი კენტიაო, ჩვენ უნდა მივხვდეთ რომ მათგან ერთი აუცილებლად 2-იანია. იმიტომ რომ 2 რიცხვი რომ შეკრიბოთ და მიიღოთ კენტი, ერთი უნდა იყოს ლუწი და მეორე კენტი, ხო? რადგან ორივე მარტივია, მაშასადამე ერთ-ერთი 2-იანია. აი მაგალითად თუ ჩვენ გვითხრეს რომ 2 მარტივი რიცხვის ჯამი 69-ო, ჩვენ უნდა მივხვდეთ რომ ერთი მათგანი 2-იანია, ხოლო მეორე 67. მოდით გამყოფებთან დაკავშირებით რამოდენიმე ამოცანა ამოვხსნათ. ამოცანა იყოს ესეთი. პირველი. თქვათ P და Q მარტივი რიცხვებია. P-ც მარტივია და Q-ც მარტივია. რამდენი გამყოფი აქვს ნამრავლს PQ? ამ ნამრავლის გამყოფებია 1, P, Q და თითონ PQ. მას ამ ნამრავლს 4 გამყოფი აქვს. გახსოვთ წეღან 6-იანის გამყოფები რომ ჩამოვწერეთ, 6-იანი სწორედ ასეთი რიცხვია. 2 × 3 ის 2 მარტივი რიცხვის ნამრავლია. დავითვალოთ ახლა შემდეგ ამოცანაში, რამდენი გამყოფი აქვს PQ-ს, თუ P არის კვლავ მარტივი რიცხვი. PQ-ის გამყოფებია 1, P, P კვადრატი, P კუბი. მას PQ-ს 4 გამყოფი აქვს. რამდენი გამყოფი აქვს P ხარისხად 5-ს? 1, P, P კვადრატი, P კუბი, P მეოთხე და P მეხუთე. დაუკვირდით P ხარისხად 5-ს 6 გამყოფი აქვს. ერთიანის ჩათვლით, ხო? რამდენი გამყოფი აქვს P ხარისხად n-ს? ალბათ თქვენ უკვე გრძნობთ, თუ P კუბს აქვს 4 გამყოფი, P ხარისხად 5-ს აქვს 6 გამყოფი, ალბათ P ხარისხად n-ს აქვს n+1 ცალი გამყოფი. მართლაც, ესენია 1, P, P კვადრატი და ასე შემდეგ P ხარისხად n-ი. ნახეთ, აქ როცა არ წერია ხარისხი, იცით თქვენ რომ ერთიანი იგულისხმება, ეს არის n ცალი გამყოფი და კიდევ ერთი. მას n+1 ცალი გამყოფი აქვს P ხარისხად n-ს. მოდით ახლა დავითვალოთ
მოდით ახლა დავითვალოთ p ხარისხად 3 გამრავლებული q ხარისხად 2-ზე. ასეთი რიცხვის გამყოფები. რამდენი გამყოფი აქვს ამ რიცხვს, სადაც p და q კვლავ მარტივი რიცხვებია. გავიხსენოთ, p კუბს აქვს 4 გამყოფი. ესენია 1, p, p კვადრატი და p კუბი. q კვადრატს 3 გამყოფი აქვს. 1, q და q კვადრატი. ყოველი ნამრავლი ამ გამყოფებისა კვლავ გამყოფია. აბა მოდით ვნახოთ, აი ესენი ერთზე გავამრავლოთ ჯერ 1, q, q კვადრატი, ნუ ცხადია გამყოფებია. ეხლა p-ზე გავამრავლოთ p, pq, pq კვადრატი, ესენიც p კუბ q კვადრატის გამყოფებია. ნახეთ, p კვადრატი, p კვადრატ q, რას ვაკეთებთ? სათითაოდ ვამრავლებთ. p კვადრატ q კვადრატი, ესენიც გახლავთ მოცემული რიცხვის გამყოფები და ბოლოს p კუბი, p კუბ q და p კუბ q კვადრატიც არის ამ რიცხვის გამყოფი. მაშ რამდენი გამყოფია? თუ დაითვლით 3, 6, 9 და 12 გამყოფი მივიღეთ. რომ არ ჩამოგვეწერა, ისე ვერ დავითვლიდით. ჩვენ ხომ ვიცით, რომ პირველ თანამამრავლს აქვს 4 გამყოფი, მეორე თანამამრავლს აქვს 3 გამყოფი და თითოეული პირველი თანამამრავლის თითოეული გამყოფი მეორესთან კვლავ გამყოფს ქმნის, მაშასადამე ჩვენ ჩამოწერის გარეშეც შეგვეძლო დაგვეთვალა, რომ ამ რიცხვს აქვს 4-ჯერ 3, ანუ 12 ცალი გამყოფი. საზოგადოდ, აი უფრო ზოგადი სახე მივცეთ ამ ამოცანას. თქვათ გვაქვს p და q მარტივი რიცხვები და ჩვენ გვინდა p ხარისხად n, q ხარისხად m. აი ასეთი რიცხვის გამყოფების რაოდენობის დადგენა. ნახეთ, p ხარისხად n-ს უკვე მოვილაპარაკეთ, რომ აქვს n+1 ცალი გამყოფი. q ხარისხად m-ს აქვს m+1 ცალი გამყოფი და პირველი თანამამრავლის ყოველი გამყოფი მეორესთან ქმნის გამყოფს, მაშასადამე ამ რიცხვების ნამრავლი მოგცემს მთლიანად ამ გამოსახულების გამყოფების რაოდენობას. აი თუ თქვენ სადმე გამოცდაზე, საკონტროლოზე შეგეკითხებიან, რამდენი გამყოფი აქვს 720-ო, თქვენ ნუ დაიწყებთ დათვლას 1, 2, 3, 6, ჯობს 720 დაშალოთ მამრავლებად, ეს იქნება, აი ნახეთ, ეს მამრავლებად დაშლა თქვენ პატარა კლასებშიც გაქვთ ნასწავლი 90, 45, 15, 3, 5, 5, 1. თუ არ შეგვეშალა, ნახეთ, 720 შეგვიძლია ჩავწეროთ 2 ხარისხად 4, შემდეგ 3 ხარისხად 2 და 5 ხარისხად 1. შეგიძლიათ არ დაწეროთ, როცა არაფერი არ წერია, აქ 1 იგულისხმება. რამდენი გამყოფი აქვს 2 ხარისხად 4-ს? 5. რამდენი გამყოფი აქვს 3-ის კვადრატს? 3. მაშ აი ამ რიცხვს აქვს 5-ჯერ 3, 15 გამყოფი, 5 ხარისხად 1-ს აქვს 2 გამყოფი, ამ 15-დან თითოეული ამ ორთან შექმნის 15-ჯერ 2, ანუ 30 ცალ გამყოფს და ჩვენ ამ სამუშაოს შესრულებას გაცილებით უფრო სწრაფად და ზუსტად შევძლებთ, ვიდრე ცალ-ცალკე ამოგვეწერა ამ რიცხვების გამყოფები. ეხლა გავიხსენოთ, რა არის ორი რიცხვის უდიდესი საერთო გამყოფი და უმცირესი საერთო ჯერადი. მოდით ჩვენ ეს მაგალითზე გავაკეთოთ. აი ავიღოთ ორი რიცხვი 54 და 72. მოდით ვიპოვოთ ამ ორი რიცხვის უდიდესი საერთო გამყოფი და უმცირესი საერთო ჯერადი. მაშ ჩვენ გვაქვს ორი რიცხვი და ვეძებთ უდიდეს საერთო გამყოფს, მოკლედ ესე წერენ USG და უმცირეს საერთო ჯერადს USJ, ასე წერენ მოკლედ. ამისათვის ეს რიცხვები დავშალოთ მარტივ მამრავლებად. დავშალეთ, იცით ეს დაშლა თქვენ, ძალიან სწრაფადაც ალბათ ახერხებთ. დავშალოთ მამრავლებად, მარტივ მამრავლებად 72, ეს გახლავთ აი ესეთი ორების და სამების ნამრავლი
და როგორ ვეძებთ ჩვენ ვითვლით უდიდეს საერთო გამყოფს. აი სიტყვა გვეუბნება უდიდესი საერთო გამყოფი, მას ჩვენ ვეძებთ საერთო გამყოფებს. რომლებია ამათი საერთო გამყოფები? ნახეთ, ორიანი ქმნის საერთო გამყოფებში შევა ხო თანამამრავლად. კიდევ რა არის? მეტი ორიანი აქ არ არის. სამიანი, სამაგიეროდ ნახეთ, კიდევ ორი ცალი სამიანია. მაშასადამე საერთო რა აქვს ამ რიცხვებს? ორიანი, სამიანი და სამიანი. ორჯერ, სამჯერ სამი, ანუ 18 არის უდიდესი საერთო გამყოფი. ეხლა გვინდა უმცირესი საერთო ჯერადი. გავიხსენოთ რა არის ჯერადი. ეს არის რიცხვი, რომელიც მოცემულ რიცხვზე იყოფა, ანუ 54-ის ჯერადი რა არის? რიცხვი, რომელიც 54-ზე იყოფა. 72-ის ჯერადი რიცხვები 72-ზე იყოფა. ესე იგი, საერთო ჯერადი, ეს არის რიცხვი, რომელიც 54-ზეც იყოფა და 72-ზეც იყოფა. თუ კი ეს რიცხვი 54-ზე იყოფა, ეს ყველა თანამამრავლი ხომ უნდა შევიდეს მასში, როგორც თანამამრავლები ამოვწეროთ 2-ჯერ, 3-ჯერ, 3-ჯერ 3. ეს რიცხვი 72-ზეც იყოფა. მაშასადამე ეს თანამამრავლები ყველა უნდა შევიდეს იქ თანამამრავლად. ორიანი უკვე გვაქვს, ავხედოთ. აი ეს ორი სამიანიც უკვე მონაწილეობს აქ. მას დაგვრჩა ამოსაწერი ორი ცალი ორიანი და მივიღებთ. ეს ნამრავლი იყო 54, 54, აქ ორჯერ 2, ხო? ორი ცალი ორიანი მივაწერეთ. 54 2-ზე 108 და კიდე 2-ზე 216 ყოფილა უმცირესი საერთო ჯერადი. მოდით ახლა მე ამ რიცხვებს გადავამრავლებ. უდიდეს საერთო გამყოფს აი ამ ორი რიცხვისას გავამრავლებ უმცირეს საერთო ჯერადზე. ანუ 18-ს გავამრავლებ 216-ზე. შემდეგ 54-ს გავამრავლებ 72-ზე და თქვენ ნახავთ, რომ ეს რიცხვები ერთმანეთის ტოლი აღმოჩნდება. შეამოწმეთ, ესენი ერთმანეთის ტოლია. ეს არ არის შემთხვევით. რატომ ხდება? ნახეთ, როგორ წერდით USG-ს, უდიდეს საერთო გამყოფს. ვიწერდით აი ამ თანამამრავლებიდან საერთოს, ხო? ამოვწერეთ თანამამრავლებიდან საერთო. მაშ 2 ადაბე რიცხვის USG იყო ამ ორი რიცხვის მარტივ მამრავლება დაშლაში საერთო თანამამრავლები. უმცირესი საერთო ჯერადი რაღაცა გავიხსენოთ. ერთ-ერთ რიცხვს ვიწერთ მთლიანად, აი ნახეთ, ეს ამოვწერეთ მთლიანად, მეორედან რა მივაწერეთ? საერთოს გარდა დარჩენილი, ხო? ესე იგი გამოვიდა, რომ ჩვენ გადავამრავლეთ ყველა ეს თანამამრავლი და ცხადია მივიღებთ ამ ორი რიცხვის ნამრავლს. აი ეს ფაქტი სასურველია დაიმახსოვროთ, რომ ორი რიცხვის უდიდესი საერთო გამყოფისა და უმცირესი საერთო ჯერადის ნამრავლი თვით ამ რიცხვების ნამრავლის ტოლია. ეხლა ამ USG-ს და USG-ს პოვნასთან დაკავშირებით ორ ამოცანას მოგახსენებთ. ერთი ამოცანა არის ასეთი. ცნობილი ამოცანებია ორივე, ერთი გახლავთ. აი თქვათ ავტობუსის გაჩერებაზე ორი ავტობუსია, ერთის რეისი არის 60 წუთიანი, ანუ აი ეს ავტობუსი მოძრაობს რაღაცა რეისზე 60 წუთის განმავლობაში, ყოველი 60 წუთის შემდეგ ეს ავტობუსი ბრუნდება სადგურზე, გაჩერებაზე. მეორე ავტობუსი მოძრაობს 28 წუთის განმავლობაში. 28 წუთში ბრუნდება ისევ აი აქ გაჩერებაზე. ხო, მოდით ახლა დავინტერესდეთ, ერთდროულად დაიწყო ამ ორმა ავტობუსმა მოძრაობა და რა დროის შემდეგ შეხვდებიან კვლავ ისინი ერთმანეთს ამ გაჩერებაზე. ნუ რეისები ხედავთ როგორ დავხაზე ისინი არ იკვეთება, სხვაგან ისინი ვერცად ვერ ხვდებიან ერთმანეთს. დავიწყოთ ფიქრი. მაშ ეს ავტობუსი ყოველ 60 წუთში ბრუნდება უკან. სანამ ეს ავტობუსი დაბრუნდა უკან, ამ პატარ მეორე მცირე რეისიანმა უკვე ორჯერ შეასრულა რეისი და კიდევ გააგრძელა გზა. ანუ ისინი ვერ შეხვდნენ ერთმანეთს. მაშ როდის შეხვდებიან ერთმანეთს? როცა ერთნაირი რაოდენობის წუთები დაიხარჯება, ანუ ჩვენ ვეძებთ რიცხვს, რომელიც 60-ზეც იყოფა და 28-ზეც. აი რომელია ესეთი რიცხვი? ეს რიცხვი გახლავთ 60-ის და 28-ის უმცირესი საერთო ჯერადი. თუ ჩვენ 60-საც და 28-საც დავშლით მამრავლებად, მე ამოვწერთ 60-ის
თანამამრავლებს ისინი შექმნიან 60, აქედან 28 4-ჯერ 7-ია, 4 შედის აქ თანამამრავლად, აკლია მხოლოდ 7, მივიღებთ 420. მაშასადამე 420 წუთის შემდეგ 420 დიახ იყოფა 60-ზეც და 28-ზეც. 420 წუთის მერე ეს ავტობუსიც აქ იქნება და მარცხენა ავტობუსით იქნება ზუსტად ამ ადგილზე. მაშასადამე ეს მოხდება 420 წუთის შემდეგ, 420 წუთი გახლავთ 7 საათი. 7 საათის შემდეგ ეს ავტობუსები კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს, თუ რა თქმა უნდა შეუჩერებლად იმოძრავებენ. შემდეგი ამოცანა გახლავთ ესეთი თქვენი სახელმძღვანელოებიდან. ამოცანა ესეთია: საახალწლო ამანათებისთვის შეარჩიეს 322 მანდარინი და 230 ვაშლი. რა უდიდესი რაოდენობის ამანათის შედგენა შეიძლება, ისე რომ ამანათებში მანდარინის ერთი და იგივე რაოდენობა იყოს და ვაშლიც თანაბრად განაწილდესო. ანუ უნდათ დაამზადოთ ამანათები, ეს მანდარინი იყო, ხო მგონი მანდარინი, ესე მოკლედ დავწეროთ და ეს ვაშლი. სადაც მანდარინები თანაბრად იქნება განაწილებული, ეს ნიშნავს, რომ მანდარინის რაოდენობა 322 უნდა იყოფოდეს ამანათების რაოდენობაზე. ვაშლებიც ხომ თანაბრად უნდა იყოს განაწილებული, მაშასადამე ვაშლების რაოდენობაც უნდა იყოფოდეს იმ რიცხვზე. მას ჩვენ ვეძებთ ამანათების რაოდენობას, რომელიც არის ამის გამყოფით და ამის გამყოფით. ჩვენ ვეძებთ საერთო გამყოფს. და თუ გთხოვენ პირობაში, რომ ეს ამანათების რაოდენობა იყოს უდიდესი, ჩვენ ვეძებთ ამ ორი რიცხვის უდიდეს საერთო გამყოფს. მას 322-ის და 230-ის უსგ-ს უდიდეს საერთო გამყოფს. ვიწყებთ დაშლას მამრავლებად. დავიწყე დაშლა და ნახეთ 161. მე აღარ მახსოვს 161 არის თუ არა მარტივი რიცხვი. ალბათ ცხრილებში მოვძებნო. მოდით 230-ის დაშლას დავიწყებ. მივატოვე ეს დაშლა. ნახეთ, იყოფა 2-ზე. ეს არის 115. აქ კარგად არის საქმე 5-ზე იყოფა. ეს 23-ია. 23 ნამდვილად მახსოვს რომ მარტივია. იქნებ 161-იც იყოფა 23-ზე. ამოცანიდან გამომდინარე, ნახეთ, სწორედაც რომ იყოფა, განაყოფი 7-ია და აღარ დაგჭირდა წიგნებში ჩხრეკა 161 არის თუ არა მარტივი. მოდით ვნახოთ რა არის ამ ორი რიცხვის უსგ. ეს არის საერთო მარტივი მამრავლების ნამრავლი. რა აქვს საერთო? 2-იანი, კიდევ რა აქვს საერთო? 23. მაშასადამე სულ დიდი 46 ცალი ამანათის დამზადება შეიძლება ერთნაირის აი ამ რაოდენობის ვაშლებით და მანდარინებით. კიდევ ერთ ამოცანას მოგახსენებთ და ამ თემას ამოვწურავთ ამითი დღეს. ამოცანა ესეთია: პ და q მარტივი რიცხვებიაო და იპოვეთო პ-ს და q-ს უდიდესი საერთო გამყოფი პ და q რიცხვებისა. ვინაიდან პ და q მარტივი რიცხვებია, მათ რა თქმა უნდა საერთო გამყოფი ერთიანისგან განსხვავებული არ აქვთ და ეს გამყოფი არის ერთის ტოლი. ვიპოვოთ უდიდესი საერთო გამყოფი p-სი და p-q-სი. აბა შეხედეთ, p-ს და p-q-ს საერთო გამყოფი შეიძლება იყოს მხოლოდ p. იმიტომ რომ p-ს გამყოფები არის 1 და p. p-ზე მეტი გამყოფი, p-ზე უფრო დიდი გამყოფი p-ს ვერ ექნება. მაშასადამე p-q-ს გამყოფიც არის. მაშასადამე ამ ორი რიცხვის უდიდესი საერთო გამყოფი გახლავთ p. ეხლა ჩავთვალოთ, რომ p და q მარტივი რიცხვებია და p-q მეტია q-ზე და მეტია 2-ზე. მოდით ვიპოვოთ უდიდესი საერთო გამყოფი p-q და 2-ის. აბა შევხედოთ, თუ p და q 2-საგან განსხვავებული მარტივი რიცხვებია, 2 არც ერთი არ არის, ნახეთ 2-ვე 2-ს აღემატება, მაშ ისინი კენტი რიცხვები გახლავთ. კენტი რიცხვების სხვაობა p მეტია q-ზე პირობაში იყო მოცემული, არის ლუწი რიცხვი, ლუწი რიცხვის და 2-ის უდიდესი საერთო გამყოფი გახლავთ 2-ის ტოლი.
ამ საკითხებთან დაკავშირებით თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ თქვენი მე-7 კლასის სახელმძღვანელოს ან სახელმძღვანელოებს აბიტურიენტებისთვის აქ მოცემული სათაურის მიხედვით. შეარჩიოთ პარაგრაფი და სავარჯიშოები, რომლებიც მას ახლავს. გაკვეთილი დასრულებულია, გისურვებთ წარმატებას.